გამარჯობა მეგობრებო გურუ მოგესალმებით ამახსენდა სასწაულშუა არის ესეთი ანეკდოტი არის ეს ანეკდოტი ხო სასწაულშუა რა სასწაულშუა კარგი მაგას მე მოგიყვებით ვიღაცამ ალბათ უკვე გაიცინა კიდეც სასწაულებს შვება ჩვენი ოპოზიცია შმოპოზიცია უბრალოდ აი ეხლა მე ცინცხალ განცხადებას გავუშვებ ქალბატონი ლიაკა ხოშტარიასი რომელმაც მერტი მაღალია და შეწყვიტა ასე თქვა რა შეწყვიტა შიმშილობა ჩვენ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები პროდასავლური ადამიანების სახელების სრული დემონტაჟი საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა გედი როგორ იყო ყვიასელის გედი და ისე იყო მართლობის დამკვიდრება ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ერთობლივად ვაცხადებთ პირველი უარს ვამბობთ ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასად შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს. მეორე, ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი პრინციპული უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ არათანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას ბოლომდე. ამ სულისკვეთებით და ამ მიდგომით მე ძალიან მიხარია რომ წყვეთ შიმშილობას ყველა ერთად აი მადლობა დიდი მადლობა მე ძალიან მიხარია რომ ოღონდ საბაბი მომეცით და შევწყვეტო რა მე ძალიან მინახავს არაერთი შიმშილობის აქტი მე ძალიან მიხარია ესეთი სასაცილო ესეთი კომიკური და ესეთი სამარცხვინო შიმშილობის აქტი რომელიც ორ დღეს გაგრძელდა თვითონ სიტყვა შეთანხმებას მე ძალიან მიხარია რომ შიმშილობას წყვეთ ოღონდ წყვეთ და შიმშილობას რომ ჩემი აზრით არ მომწონს და რა იყო იცი? ანუ არა, ჩემი აზრით არ გასაგებია. და რა არის იცი? ეგ რაზე დაждდა საშიმშილოდ გახსოვს? ჩვენ კი არ გვიხურებდა. ოპოზიციას უხურებდა რომ საერთო მნიშვნელამდე მივიდეთო. მაგრამ ვერ მივიდეთ. მარტო ესენი დგანა. ლელო ისევ შედის, გახარია ისევ აპირებს მონაწილეობას, მაგრამ შესაძლოა ეგერთობაც ვერ შედგა. და მე არ შემიძლია რაღაცა სხვა არის აქ. ერთი რო ოპოზიციას გამოუცხადა ამ შიმშილობა, ანუ მისი შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობა უნდა შეექმნა ოპოზიციას და არ შეიძლება. მაგრამ ეს მას მაინც უხარია. კი, და ორ დღეში დამთავრებული შიმშილობა გაგიგია? ნუ მიხვდა რომ სიგიჟე იყო რა. ანუ ისე სხვათა შორის შეიძლება ამითი დაინტერესდეს გინესის რეკორდების კომისია, იმიტომ რომ მე მგონი ყველაზე სწრაფად დამთავრებული შიმშილობის აქტი არის პოლიტიკოსისგან. გუში გვერდზე ედგა ელვის პრესლი და ელვის პრესლის კომენტარი. ელვის არა ელვის პრესლის ეხო ამბობენ უცხოპლანეტელებმა წაიღო. შენ იმას სვანზე არ ამბობ? არა ბიჭო, აგე ელვის პრესლის კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი. ჩერგო. ჩვენთვის ფედერალისტებისთვის ჩვენთვის ფედერალისტებისთვის და მორჩა. არა, ვინცე გავუშვით რა, სტოპ კადრი მაინც. ჩვენთვის ფედერალისტებისთვის და ის უკან იმას შვიდკუთხედა იმას რაღაც კაიფშია რა შვება დედა იმას ჩაეძინა ბიჭო თუ არა ეს ფოტო ხო არის გენიალური ძალიან მაგრამ ჩვენთვის ფედერალისტები ერთი წამი რა უკაცრავად პროსტა აანალიზებთ ხალხო მოაშორეთ ეს კადრი თუ აანალიზებთ ჩვენ ეგზისტენციალურ გაჭირვებას რომ რა უნდა ვაკეთოთ ახლა აწი რა ვაკეთოთ არაფერი არა უფრო უარეს მოგცემენ საბაზროს უარეს ლენინისეულად რა აწი რა ვაკეთე что делать არა ლენინმა ეს სასოწარკვეთლად არ იკითხა ხო და მე ეს არის რეინტერპრეტაცია ანუ ისეთი დეგრადირებული ისეთი დეფორმირებული არის ოპოზიციური ფლანგი ანდაც ბოლო წლებში კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთა რომ ამას ოპოზიცია არ ქვია ეს არის შიდა აგენტურა რომ ქვეყანას პოლიტიკური სიცოცხლისთვის აუცილებლად ესაჭიროება ოპოზიციური პარტიები და ეს ოპოზიცია არ არის ეს დადასტურებულია უკვე რომ იყო შიდა აგენტურა
და შიდა შერიშევსკის არის სტოძელოში. შიდა აგენტურა, რომელიც ну თქვათ ცუდად ასრულებდა თავის დაგისრებულ დავალებებს და ეხლა გაერთიანა რომ ცუდად ასრულებდა. გაერთიანა. არა, გინდა გაერთიანა, გინდა. სალომე ზურაბიშვილი აგენტი, შმალომე შმურაბიშვილი. დიდი აგენტი უფრო, ჩერგოზე დიდი აგენტი. ცოტათი დიდი. ხო, კაი, მაგ ფორმულირებაზე მოვდივარ. აი ესეთ რაღაცას ძალიან საოცარ, მაგას ძალიან საინტერესო ლექსიკა. ჰილარისთან იდგა პანელზე, სალომე მაკრონთან და რომელი უფრო არა სალომე ამერიკაში დასატაკებელი ამერიკაში არის არბენია მაგარი ხო იცი მაგარი არბენია იქ ბაიტებზე მაგარი კი მაგარ დარბოდა და მოდი გავუშვათ სალომე ზურაბიშვილი ვერ შეძლება თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და თუ ჩვენ გავძლევთ ის კიდევ რამდენიმე დღეები თუ კვირები რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან იშლებიან ისინი ძლიერდებით ჩვენ მადლობა თქვენ ნაყინია ეგრევე მომინდა მე თქვა ნაყინი არ დაგეწუწოს თქო რა პროსტა ოღონდ მაგტონით არ უნდა უთხრა ნაყინი არ დაგეწუწოს აბა როგორ პროვინციალურ აქცენტს ვერც მე ვერ ვაკეთებ რაღაცა ძალიან მაგრა ამბობენ ნუ არ ვიცი ხა რა უნდა ხო მაგარი ლექსებს ერადს მიყო ხო ხელი ოღონდ ნუ წერვინმე მესხიმე ლექსე ჩიქორთული ქართული ხო ძალიან წერვინმე მესხიმე ლექსე გახდა შიმშილობის შეწყვეტამდე ხოშტარია აი ამ ხოძზე იყო მეგობრო გავუშვით შიმშილობა ფასტინგი და არ ქვია კი ბატონო ორდღიანი ფასტინგის შემდეგ და შიმშილობა მე გონივრული ეჭვი მაქვს რატომაც შეწყვიტა იმიტომ რომ კაი რესტორანში დაპატიჟეს მოდი ცოტა ჩავარტყათო წკაფ და წაყვა გავუშვით მე ეგრე მგონია ამ ჩემი აქტით მე ვუსვო პირიქით ძალას და რა თქმა უნდა და მე მინდოდა რომ ეს განაცხადი გაკეთებულიყო რომ მოდით ყველა გამოფხიზლდეთ ყველა ჩავისუნთქოთ ყველანი შევთანხმდეთ იმაზე რომ ვართ მე რა მოისურვებდა უბრალოდ და დავიწყოთ მოქმედება როგორც კი შეჯერება ანუ ეს ბოდიშავა შიმშილობამდეა თუ მე არა შიმშილობის მსვლელობის დროს დღეს კი არა გუშინ ხო თუ დღეს გუშინ სანამ დღეს დაასრულებდა არა ეს მე მგონია რომ ეს სოფლიოს უნდა ვაჩვენოთ ამ ფორმით რომ აი შიმშილობის შემდეგ მართლა ალბათ აი ეს პროსტა სკრინ მოსკრინული კადრი ორი კადრი უნდა კადრი მოსკრინული არა მანამდე და შემდეგ შიმშილობის შედეგი ხო, ანუ დუხზე როგორი იყო შიმშილობის მსვლელობის დროს, შვილობის დროს იყო ესე დუხზე რომ ძალას გზნობო. ეხლა ეთქობა იმდან დიდი იყო ეს ძალა რომ გამოუშვა რა. იფიქრა რა, ფასტინგიო, მოდი, ცოტას დავიკლებო, იქით დაიხედეს მე მუცლებზე. გედი მეც მინდაო. ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რა არის, ქართველებს ძალიან მაგარი გამოთქმა მაქვს. ან ეს შიმშილობას დაწყება რა იყო. თავს რატო იგდებენ? აი კაი, არ დავწი. მე იყვიან გარჩეო. მე დაგწინიან და გამასხარავებენ. არა, რომ არ გვენდობიანო. თემას ვერ ვწევთო და ავანგარდში ვდგავართ. სოციალური და სიმბოლური კაპიტალი დაბალი გვაქვს, მე იყვიან შვილო დაბალი გექნება ერთი დღე ჯერ დახედე ხა შიმშილობის შედეგი, აი ეგეთი რო გექნება, ხა სასაცილო აბარ არის ორდღიანი, კი არა, ერთდღიანი შიმშილობა. მე ავიცი მე. მოდი ხა გედევან ფოფხაძე რა ხოძე იყო, ისიც გავუშვათ. ზუსტად გვესმის რომ ამ რეალობაში საჭირო იყო პროტესტის მკვეთრი ფორმა, რომ რაც ახლა ხდება საქართველოში ეს არის რეალობა, როცა აი მართლა შეიძლება ერთგულს გავიძოთ პუტინის საქართველოში. თუ აქაგები. ანუ მიმართეს რეალობის პროტესტის მკვეთრ ფორმას და შეცვალეს რეალობა და შეწყვიტეს. ანუ რა შეიცვალა? არსებობდა რისკები პუტინის საქართველოში გაღვიძების და ეხლა როცა შეწყვიტეს აღარ არსებობს 48 საათიანმა კოხოლის არ მიღებამ და იმას ქნა ამ აღმოფხრა ის თეორიული დაშვება და შესაძლებლობა რომ შეიძლება გაიღვიძონ პუტინის საქართველოში მეტი რა ქნა მოდი შენ ორი დღე გაგიჩერებია სმა კი როგორ არა ძალიან დიდია ძმაო და რა შეკითხვაა მაგ პროვოკაციაში არა უყვები ორი დღე და ორი თვეც მოდი გავუშვათ ლევან ხაბეიშვილი. არა, ორი თვე გავატრაკე. ლევან ხაბეიშვილი გავუშვით ძალიან მაგარ რაღაცას ამბობს. რა შარჟები ხდება? კი, დნმ-ით ნაციონალი ვარ კაცო მე. მე არ ჭირდება ბანერი ნაციონალური მოძრაობები, ისაც ნაციონალი. ჰოროსკოპით ვინ არის? გაჩენ. დნმ-ით ნაციონალი თუ არის, ჰოროსკოპით ვინ გამოდის? აი ესეთი ძე, ხო? დნმ-ით ნაციონალი რას ნიშნავს? ანუ დნმ-ით ნაციონალი. ამით რა აღიარა, ის ადამიანის დნმ-ი არ ამაქო. დნმ-ით ნაციონალი. რასაც ჩვენ ვამბობთ. დნმ-ით ნაციონალი ნიშნავს, არა სხვა შორის, დნმ-ით ნაციონალი ნიშნავს.
ქრომოსომების გარკვეულ სიცილეს, ხო? ყობა ხაბას დაახლოებით. არა, ქრომოსომებზე მითხარი. არა, რეალურად რას ნიშნავს, რა დნმ-ით ნაციონალი ვარ, როცა ამბობ. ხარ ფუნდამენტურად მიშისტი, აი როგორ იცი, ბობოლა მიშისტი რელიგიურ გრძნობებში რო გადაგდის უკვე. მართლა არ ხარ ადამიანი, რელიგიურ გრძნობებში რო გადაგდის უკვე, აი წამება, ისე გაკაცკაცებს კბილები, ზე რო გახსენდება ის ძველი წამება, რა მაგარი იყო ის დრო. და ხო, Homo sapiens-ი, იმიტომ არის Homo sapiens-ი, რომ რამოდენიმე კონკრეტულად განსაზღვრული ქრომოსომა აქვს დნმ-ში და როდესაც ჩვენ ამბობთ, რომ აი ეს დნმ-ში სხვა არის, ნაცების დნმ გვიდასტურებს ნაცი, რომ ის მას ადამიანი Homo sapiens-თან განსხვავებული დნმ ის ნაცი გვიდასტურებს, რომელსაც ამდენი ხანი ჩვენ პიტეკანტროპს ვეძახით და რაც არ იყო Homo sapiens-ი, სხვა ევოლუციური ჯაჭვის წარმომადგენლს და რა თქმა უნდა თვითონვე დაადასტურა რომ ეს ჩვენი მხრიდან ირონია თურმე ყოფილა ძალიან საფუძველ რეალობასთან ჭირდება. პიტეკანტროპიდან იყო ბევრი განტოტება, მაგალითად ნეანდერტალელი Homo sapiens-თან სექსი ჰქონდათ და ნეანდერტალის გენებიც გვაქვს ჩვენ, მაგრამ ადამიანი ვარ და გვაქვს ძალიან კონკრეტული დნმ-ის მოლეკულა. ალბათ არა აქვთ ეს რაც, მინდოდა რომ პაატა ბურჭულაძეს რა მაგარად უთხიან ახლა. აბა მიდი. პაატა ბურჭულაძე მიმართავს ქალაქის მერიას. აი ის გამო შეიძლება პაატა ბურჭულაძე მიმართავს ქალაქის მერიას. რომ მერიამ სთხოვოს რომან ფიფიას. აუ და უყურე გადაგვიხადოს დინამოს სტადიონის დაქირავების თანხა. ანუ როგორ დაახლოებით 50 ხო არის? კალაძემ უნდა დაურეკოს ფიფიას, რომ კაროჩეო პაატა ბურჭულაძე ყრილობას აკეთებსო და დაუთმეო და პახუდურ რამაყუძეც არის ბაზარი, რომ მაგას მერიიდან ჩავრიცხავ. პაატას გაუსწოროთო რა, ყრილობა უნდა გააკეთოს. ხო და აი ამის პატრონი კიდე რა, დნმ-ით ისინი რატო არ ახართ? ანუ პაატას მართლა, აი ეს შეიძლება მართლა გონია, რომ ესე არის ქვეყანა მოწყობილი, იმიტომ რომ საქველმოქმედო ამბებში ხო ეგრე იყო. ვიღაცები ფულს აძლევდნენ ბავშვებს და ეს იღებდა. რა თქმა უნდა. ესეც ესე მოუნდა ამას. მუხტაზია, კაი გეთქვი. თაზო დათუნაშვილი. თაზო თადუნაშვილი. კაი. დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებში, ვინც ვამბობთ, რომ ამ თემას დისკუსია მოსულა და თვითმმართველობის არჩევნების ბრძოლისველად გამოყენებაზე ლაპარაკი მოსულა. სხვებისთვის ხო ჯერ ხო დისკუსიის მაგდაწელს ვარ, რომ ამაზე ლაპარაკი მოსულა თქო ვამბობ და საფინანსო მხარე გვეუბნება, რომ არაო, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ რა, რომ ამის გამოყენება როგორც ბრძოლისველად, რატო შეიძლება არალეგიტიმური კითხვა იყოს, ეგეც არ მესმის. ან რატო შეიძლება ეგ ვერ გავიგოთ, რომ ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს პოლიტიკური ძალებისთვის, როგორც სამუშაო სივრცე, ასე ვთქვათ. კი ბატონო. რა თქვა ვერ გავიგე მეგობრებო, ცოტა გაუგებრად ლაპარაკობს. ცოტა შეშინებულია, მაგრამ მაინც მიაწვევიან. პრინციპში სულ არ გავს პარტიას, რომელსაც ორი ლიდერი დაუჭირეს. მე მგონი უხარიათ კიდეც, ცი? დიდებს საქმიდან გაისტუმრებ და სახში რომ მარტო დარჩები ბავშვები. დაახლოებით ეგეთი განცდა არა გააქვს. და გახარიას პარტიასაც უხარია, რომ გახარია გაქცეულია და აღარ ჩამოდის. გახარის პარტიის წევრი. გახარემ ძალიან სვეჟი პლეტიაცია. რაღაცნაირი, უყურე, აი რაღაცნაირად 200-ად წავიდა. საქმეზე ვარ, რა აპრავებს მაგეთი, რომ საქმეზე ვარ, კი არ გავიგე. მოგვიანებით გნახავთ. ხო, ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავ. ბუღაძე არის ძალიან პათეტიური და არ შეიძლება რომ არ გავუშვით. სტალინმა ვერ დაუშავა ვერაფერი ტიციან ტაბიძის სახელს და მანდელშტამის და მიხეილ ჯავახიშვილის და სხვა და სხვა. ვინ ხართ მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციანი? ვერე ვინ? ეს ჯერ კიდევ სენეკა და ნერონის დაპირისპირებიდან არის ცნობილი. და ვინ არის? რომელი ხართ სენეკა? პარალელები კი არ ვიღაცა იდიოტმა უკაცრავად ამ სიტყვისათვის ან რომელიმე ტოლმა ან ბოტმა მომიწეროს რომ ზვიადრატიას რას ადარებ ტიციან ტაბიძეს. რასაკურველია ვატარებ. რასაკურველია ვატარებ. ჩვენი დროის დიდი პოეტია ზვიადრატიანი. თვითონ არის ეს თვითონ ჯავახიშვილია. და მაშინ რატი ამილახვარი? კი არა და რატი ამაღლობელი. რატი ამაღლობელი. შემეშალა. რატი ამაღლობელი ალბათ. ვინ არის? არ არის ჩვენი დროის დიდი პოეტი? ბაირონი. ბაირონი, ხო, კი ბატონო. ანუ უყურე ერთი მართლაც ნიჭიერი, მაგრამ პათოლოგიური ადამიანისგან, ეს ადამიანი პათოლოგია, იმიტომ რომ ხიზელი ეგეთ რაღაცებს არ აკეთებს. თვალი იგზნება და კი დაიცა ნალვიძეი, რო იტყვია ხოლმე და ნუ ამჯერად პოლიციას დაარტყა და სრულიად სამართლიანად წაიყვანეს იქ, სადაც წაიყვანეს. იმის მაგივრად რომ ამას თანაუგრძნო. აი ეს არის სადიზმი. უქსევს, პრაქტიკულად უქსევს რა. ცეცხლზე ასხავს ნავს.
აგიჟებს ინტვს. აი როგორც ის უქსევს. არა, აქ უბარდია რომ აქეზე. აი უყურე. ხო, რო გამოყავს. ამათ სინამდვილეში ეზიზღებათ ეს ადამიანი. რატიანი და ვიღაც ოდნავ ნიჭიერი მაინც თუ გამოევლება და უნდათ რომ შეუკეთონ როგორც შეშის ნაჭიერი უმელში რა. ეგ არ არის კონკრეტულად რატიანის შეფრთხილება, ეს არის ყველა სხვა. რა თქმა უნდა, თვითონ ხო არ არის იქა. თვითონ ხო არ დაარტყავს. მაგარია? ჩვენი დროის დიდი პოეტია? ლაშა, წადი და შენ დაარტყი მაშინ. შენ დადექი, სადაც ასე ვთქვათ, დაშლა არის აქციის. ან მიდი და პოლიციას რამე შეურაცხყოფა მიაყენე. ეს ხვის ხარჯზე კარგია რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ლაშა ბუღაძე ხო ინტელექტუალური ბირთვია უფრო და ის ძალისმიერ სპორტში ვერ იქნება. თქვენ გახსოვთ ფიცოს ვინც ესროლა? ჭადრაკი და კი ბატონო. ხო, ის იყო რაღაც აღარ პოეტი თუ უტმუშაკი იყო, იყო ლიბერალი პოეტი, რომელზეც მე ეგეთი გაправება დაიდო ლიბერალური პოლიტიკური სიმიდან ველიდან რომ ბავშვი გაღიზიანებული იყო. ეს ადამიანიო არსებულმა პოლიტიკურმა რეალობამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდეო, თორე არც დავალებული ქონია რამეო და რაღაც არავის გავლენის ქვეშ არ მოქმედებდაო რა. ესეთი ნარატივი რომ აი ადამიანი რომელსაც პოლიციას ხელი დაარტყა არის გმირი და ჩვენი დროის ტიციან ტაბიძე და აბატაში დაუკრათ ყველამ ფეხზე აუდგეთ, მაგრამ არის მაგის წახალისება რეალურად. რომ უფრო მეტი ძალადობა და ვინც ამას ჩაუდგება სათავეში, იმას კი ჩვენ აქ წავახალისებ და დაჟდა. ხო, მაგრამ რის ხარჯზე რა? იმ ადამიანის ბედის გაუკუღმართების ხარჯზე. არა, რა თქმა უნდა, პათოლოგიურია სიმთვრალეში, წააქეზეს რაღაცაზე, ეხლა უნდა იჯდეს ციხეში და შემდეგ ეს ვირიშვილი მართლა უნიჭო. იმასთან შედარებითაც კი. უნდა გამოვიდეს და ჩვენი დროის გმირეო და აბარა ტაში გაუკრას. მე რას ვიკითხავ, ვიცი? ბიჭო, რო ამბობენ ჩვენი დროის ტიციან ტაბიძე, რა კრიტერიუმებით, რა დათვლადი მონაცემებით უზომავთ ამ ყველაფერს. არც ერთი ხარ ტიციანი და არც მეორე პაულო და არავინ საერთოდ უნიჭოები ხართ. просто ჩვეულებრივად თქვენი შემოქმედება არის ძალიან ვულგარული, დაბალი დონის ტრეში. ამას დამატებული პოლიტიკური იდეას მაინც ემსახურებოდეთ, რამეს ემსახურებით ევრობიუროკრატიის და რაღაცა ტექნოკრატების შიდა აგენტურულ დებილობას, რომელიც სტაგებულია უკვე ევროპაში. პოეტი რო ასაფორთებს NGO-ს, რა შუაშია ტიციანთან შედარება, ჯერ ანუ არც ტიციანი ხარ და არც პოლიტიკური იდეა გაქვს, პროსტა ხარ ლაშა ბუღაძე და მე იმენა სირცხვილი ხარ. ცოდნე კობერიძე არის ყოველთვის NGO-ზე NGO-ს პენსიაზე მყოფი პოეტი. რასაც ადრე უძახდი, აღარ უძახი და ცოდნე კობერიძე გავუშვით. იმიტომ რომ აი ამიტომ ამბობს ეგრე. იმიტომ რომ გაიზარდა. უყურე ეხლა ვიღაც უფრო მომარმა ჩავარდით ვიდრე ვიყავით თვეების წინ, ხო? და მაშინ უფრო ბევრი ადამიანი იყო ჩართული პროცესში, ვიდრე დღეს არის. ამიტომ ეს არის დასაბრუნებელი, ეს არის ის ძრავი, რაც დაგიხმარება, რომ შენ ბოიკოტის თუ გახვალ. დამარწმუნებელი იყოს, რომ ეს მოიტანა შემდეგ და არჩევნებს ვიდრე გამჯეროდეს, რომ ის არგუმენტები, რაც ეს იმიტომ გადივარო თბილისში, ეს დავამართოთ. ხო, შენ ვაიდურ არგუმენტს. კაი, გასაგები. მე უბრალოდ გუშინ წინდელ დიდი აქცია როდის ქონდათ გუშინ, ხო თუ როდის? დიდი აქცია არა ის 2000 კაცი აქცია როდის ქონდათ? ვირას 1500 ხო 1500 კი ბატონო. მაგ აქციის მერე ერთმანეთის დედის გინება წავიკითხე Facebook-ში. გაიუს მარიუს ობობა როგორ აგინებს ვიღაცა სპინგალეტა ბავშვებს. სპინგალეტა ბავშვებს. მერე გაუხსენა, ეგ გამოსაძიებელია. თქვენი მილიარდერმა ძმაკაცმაო, რომ ლოფტი დაგითმოთ პარლამენტთანო. და იქ მოწყობილი რევოლუციის დედავატირეო და დაგვითმო ახლობელმაო მერე რაო რომ ახლოს ყოფილიყავ არც უარ ყოფენ ვინ არის ლოფტი სად არის ვინ გააკეთა ვინ დაუწყო მაგას გამოვიძიებ ჩვენ მაგი აპატისის ვინმე მაგრამ კი აი მე დაშავა დასხეს ერთმანეთს როგორ იცი იმენა დედაშულს არ აიყვანდა რა ოღონდ რაზე დასხეს ბოლომდე გარკვეული არ არის რა ყველა რას ედავება იცი შენ თუ ჩემზე ჭკვიანი ხარ გამოდი შენ და რასაც მე ვაკეთებ ჩემზე უკეთესად გააკეთე და ამ შემთხვევაში რაღაცნაირად მართლები არის. აგიმასა, იგიმასას რო აგინებს, ჩვენ უნდა დავჭეთ სერის მაყურებლად. ტაბლიაშვილი. კი ბატონო. ტაბლიაშვილი არის გენიოსი. ჩვენი დროის. ხენიო. ვიწყებ კი არა, ვაგრძელებ ასე, გაბარჯობა. მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედი ჟურნალისტი, რომელიც არასოდეს
ცდილობდი კია არასოდეს გიმალავდათ საკუთარ აზრებს და არც მომავალში შევიკავებ თავს მეთქი ამას ვამბობ და არც სუბიექტურ შეფასებებს მოვერიდები ვინაიდან ეს არის არა მხოლოდ ჩემი უფლება გასაგებია ხო რომ უფლება არამედ ვალდებულებაც ამეთქი ასე გეტყვით დღევანდელი ეს არ არის საინტერესო ისტორიის წინაშეც კი შესაბამისად გაცნობიერებულ გასიგრძეგანებული მაქვს რა ეს ვამბობ შემდეგ საცუდა კანონი მიიღოთ დუმილი დანაშაული იქნება და დანაშაულზე არც არავინაა წამსვლელი მე კი არა მხოლოდ მე არამედ სხვებიც არც არავინ მით უფრო რომ მე ამათ ანუ აი ამ ბანდას ხელისუფლება და არ ცნობდი არ ცნობ და არც მომავალში ვაპირებ მათთან შეგვებას მიზეზი ბევრი მაქვს ნუ ეს ბევრი ხონია მიზეზი აი ეს არის კატასტროფა მე მაინც მომავალში რომ გადაწურულია იმედი რომ ეს ყველაზე მეტად მე მაინც რაც ეს არის დიდი პრობლემა რა არის რომ ირაკლი ტაბლიაშვილი ამდენი წლის განმავლობაში ასე უდიერად მოიხმარს ამ ულამაზეს Stranger Things-ის მუსიკალურ თემას. კი ბატონო. და როდის შეიძლება შეწყვიტოს ესეთი აპროპრიაცია და ექსპროპრიაცია ამ ანგელოზივით მუსიკალური ნაწარმოებებით. ანგელოზივით ტრეკივით, რომელიც ყველას გვიყვარს, მაგრამ რაღაცა აიღე რა საშენო რა ლევა წურწუმია. ანა გოგოლაძე ვინ არის? ანა გოგოლაძე პირველ მესმის. ვინ არის თუ შეიძლება არა? ახალი გვარამიასი, გვარამიას გოგოა? გავხტავ რას ამოს გვარამიას გოგო? რაიმე ტიპის თანამშრომლობა ქართულოცნებასთან არის ბრძოლის დასუსტება და დამარცხების ტოლფასი. ჩვენ ვიცით ეს ზუსტად, მარტო ჩვენ კი არ ვიცით. ავტორიტარიზმთან აი ამან იცის ზუსტად ეს გააჩერეთ თუ შეიძლება, აი გააჩერეთ და სტოპ კადრი გააჩერეთ. კალამი რო უჭერავს ხელში მან დაწევი. აი ეს საიდან მოვიდა ეს გოგო? რატო ლაპარაკობს ამას? ვინ არის? პარტიაშია იქ ხა გვარამიასთან და შვილო რა ვიცი რა გინდათ გოგოებო და ბიჭებო თქვენ გაგიჟდით საერთოდ რას აკეთებთ ამდენი ხანი ხართ აბსოლუტურად ციყვი რო დარბის გინახია ეს სხვა გასათობადებლებში ციყვი რო დარბის ბორბალში მაგრამ იმ მოტრიალე ბორბალს დინამო მანქანას უერთებენ და შუქი მაინც არის ამათ აი ეს ჯოჯოხეთური წრეზე სიარული მე მგონი დანტეს ერთ-ერთი წრი არის ესეთი სადაც ადამიანები დადიან წრეზე და აბსოლუტურად ერთდაიგივე საკეთებენ სიზიფეს შრომა შეიძლება გავიხსენოთ ერთ-ერთი ასეთი ელინური მითოლოგიის ელემენტი რას შვებით რა გინდათ ცოტა ხნის წინ თქვენი ხელმძღვანელი ეს ქალი ვითომ პრეზიდენტი ამბობდა რომ ეშმაკი შემოგდებულიაო ერთობაო დღეს ერთობაზე დაიწყეთ ლაპარაკი იმ ერთობასაც ვერ ახსენეთ ერთმანეთს დედას აგინებთ მე აგინებთ ყველანი ერთად გაერთიანდებით და კლავიატურას მიღმა აგინებთ ეგრეთ წოდებულ აქტივისტებს და ისინი მართლაც აგინებლები არიან არანაკლებ თქვენზე თქვენთან შედარებითაც დაახლოებით რა ხდება იცი ჩერგო რო ოპოზიციას ლანძღავდა ანუ ორივე მართლები იყვნენ რა ერთმანეთს ანუ ეს არის მზე ძალთა დაპირისპირება აშკარად სადაც ორივე მხარე ფუნდამენტურად მართალია ან შეგვიძლია მაგას ჰეგელიანურად გავყვეთ სადაც სიმართლეში ორი ჭეშმარიტება არსებობს ხო შეიძლება ოღონდ ჰეგელი და გეგელი გეგელი გვაქვს ეს არ გვაქვს ეთქვა გავშტაბა თუ შეიძლება ნინია კაკაბაძე ქართული ოცნების მხარდაჭერების საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც მით უმეტეს რაღაცნაირად ანგარებით არის კავშირში ქართულ ოცნებასთან, იმას ხომ არ შეერა იმისი, რასაც ამბობს და არა და ამიტომ ცხადია, მაგრამ კიდე უფრო რთულია, იმიტომ რომ იქ არ არის გულწრფელი რწმენა იმისარისთვისაც იბრძვიან ლაპარაკობ. მე ვიცი ზუსტად, რომ ძალიან დიდი ნაწილი ქართული ოცნების მხარდამჭერებისა, რომელნიც დღეს ხმამაღლა ვერ საუბრობენ, მათ დაინახეს, რომ ამ ეს ქვეყანა მართლაც მიდის და მივიდა უკვე პრაქტიკულად უკვე დიქტატურაში. ძალიან მაგარია დიქტატურაში რო ლაპარაკობს ეს ადამიანები. დიქტატურაში ოპოზიციური ტელევიზია ლაპარაკობს. რახან გადაწყვიტა ისაუროს ქართული ოცნების ამორჩევლის სახელით. ჩვენ შეგვიძლია რომ რეალურად ქართული ოცნების სახელით მართლა ვილაპარაკოთ, ხო? რა ის არსებობს ან განცხადება ან საერთაშორისო პოზიცია თუ ლოკალური პოზიცია რომელსაც არ ვეთანხმებით. ვისი? ქართული ოცნების. პირიქით, მეც რა არ მომწონს ქართული ოცნების, მეტად რო არ ტარაკნებს რო აჭყილტავს უფრო მეტად. გაგახარებს ვერტი. აი მაგალითად, ერთი რამე, პირდაპირ ხო შევიდა კრიტიკა. აი იმნებს ვლაპარაკობთ მართლა ამ ძალიან ცუდ ელჩზე, რომელიც ყველა ზღვარს გადაცდა, აბსოლუტურად ყველა. არა მარტო გერმანიისაც, მაგრამ ევროკავშირის. ყველა ზღვარს, რომელმაც დააფინანსა ის სიგიჟე, რასაც ჩვენ ამ ვირიშვილების თავყრილობა. უნდა დავიბაროთ უკვე რა. ხო არსებობს ეს მეთოდი. ხო, აი დაჟე მე მეტი მინდა.
ამან არ იცის. იცი რატო აკრიტიკებენ ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების მომხრეები და არა მარტო. მეტად რო არ აწובה და ჭყლიტავს ამ ტარაკნებს რა. აი ეგ არის სიმართლე. კი ბატონო. ხო, მართლა, რამდენი გამიგია მე კრიტიკა ეხა ესეთი, რომ რას ელოლიავები. ალბათ ყველაზე ხშირი ეგაა. ხო, რას ელოლი ამათი დედავატირე ყველასიო. ჰა? თუნდაც აქციაზე. თუნდაც ისე. 20 კაცი. და ეს დაჭერები, აი შეიძლება ეხა ნინია არ დამეთანხმება, მაგრამ ფეხებზე მკიდია. პირიქით ძალიან მაგრა გაუსწორდათ რა, ძალიან მაგრა. ის როკია უბრალოდ პატარა. აი, ეს არის ტიპიური ნინია, უყურე, ტიპიური ქართული ოცნების ეს ილუზიები მაგას თავი დაანებეთ. თითქოს ქართულ ოცნებას ამომრჩევლები არ ყავს, ხარდამჭერები არ ყავს. არის მათ ხარდამჭერებში რაღაცა პირიქით, მათ ხარდამჭერებში არის განცდა, რომ რაც შეიძლება მეტად და გაჭრიდო ტარაკანა, რომ აღარ არ საესღარმა არ გაიბანოს იქ და საჭმელში არ ჩაგიფურთხოს რაღაცა ეკლესია არ დაგიწყევლოს, დედა არ გაგინოს და ასე შემდეგ რა. და მეტი იქნება ეს. ეს კანონებიც რომ მივიღეთ ახლა ახალი კანონები, ბულინგის წინააღმდეგ. ეხლა ძალიან კარგი ცილისწამების შესახებ კანონი რო იქნება. ეგ რა სიგიჟე იყო რომ აქამდე პირისპირ არსებობდა. პირიქით აკეთებდა. აი, ეგ იყო კრიტიკის ობიექტი. და მე არაერთხელ მithქვამს რომ შენ დაგიზახებენ, ესე იგი, ფეჩ და ბოლი უნდა გამოუშვა. აი ეს ბავშვობაში იყო ესეთი ამბავი. ხო და პირიქით უნდა ქართულ ხალხს, ანუ ქართული ხალხის უმრავლესობას და უმრავლესობის სახელით ლაპარაკობ, ქართული ოცნების მომხრეების უმრავლესობის სახელით ლაპარაკობ, რომ უნდა მეტი, ასე ვთქვათ, ზეწოლა იმებზე. პროტესტანტები არ ქვია, ამათ ქვია გნიდებზე. აი და კარგად დააწყეთ. მე ორივეს გეთანხმებით. ბაჩივალიშვილი არ მინდა. ბაჩივალიშვილი იცი ვინ არის? ვინ არის? სახიობი არის. ვაი გაბგავშით. დაჩვენ ვიცებთ ხო? მინიმუმ რუსთაველზე გავიდა ყოველდღე და გავაპროტესტო. თუ ამას ვერ ვახერხებ, ძალიან მაწუხებს სინდის და ძალიან ცუდად ვიზნობ თავს. და ნებისმიერ წამს, როცა მე შემიძლია რუსთაველზე გავიდე, გავრბივარ რუსთაველზე. ყველა გამოტოვებული საათი ჩემთვის არის ჩემი სინდისის ღრიალის საფუძველი, ხო? ღრიალის საფუძველი მაგარი. მუნკი რო არის ნახატი, ხო? ეს კივილია თუ ღრიალია თუ კივილია თუ კივილი. დაახლოებით და ღრიალი, მორალის ღრიალიო თუ მორალის ღრიალი, სინდისის ღრიალი. ჩემი მე პროსტა ღრიალი სინდისის ღრიალი, ანუ ფურინები ღრიალი. რას ღრიალი და მე ედიკას მემი რო არის, ხო იცი? რას ღრიალებ? ღრიალებ. მაგრამ მას ევასება დაღრიალებული როა და რა გინდა? სინდისის ღრიალი რა არის? კეჯნა გამიგია. სინდისის ღრიალი ბიჭო. ანუ სინდისი ისეთი მოვლენა რომ ღრიალი შეუძლია. არა, სინდისი. ანუ სინდისი არის რომ გეძახის. სინდისი არის რომ გეძახის და მეორე არის რომ ღრიალი. არა, სინდისი იმდენად თუ მდგომარეობაში აქვს, რომ როცა არ იბრძვის, სინდისი ღრიალით ეუნება, რომ დროზე წარდი და რამე და იქ რომ ჩაეწერო გენაცვალე ახალგაზრდა ღრიალში. არა, მოჯაჰედებში ასათმენ. იქ უნდა ჩაეწეროს, არა, ღრიალს სადაც პროტესტი იქნები. არ იქნება მშვიდობა. არა. Best to America. კი, არა, რამე ეგეთ ორგანიზაციაში რო გაწევიან და ნამდვილად აღარ გიქნება სინდისის კენჭი და გაგიშვებენ კარგად. რაღაცა კამარი შეიძლება შეგაბანდეს, კარგი ისეთია რა, ადეკვატური კამარი, რაღაცა გვალი რაღაცები იდება. რაღაცას გეტყვია და აგიხსნიან, აღარ შეგაწუხებს. პროტესტი თუ გინდა ნახდი? აი ეგ არის, ღრიალი, რა კარგი. თუ ესე გეძახის აქტივიზმის გარეშე რატო ხარ გაჩერებულიო და ისო? კაი, გიანოდია გავუშთა მოგახოთ რასაოს, ბატონი გია. გასაგებია რომ ჩვენ არა გვაქვს ასე ვთქვათ, ვერ გვექნება რაღაც გულუბრილო იმედი რომ აი ხვალზეგან რა მოხილვად მომავალში რაღაც ხელისუფლება შეიძლება არ რომ ვინმეს აქვს რაღაცა გეგმა ასე ვთქვათ გაჩერდა სვეჯიბა ბუაწვერა რა გინდა და ეს ბოროტება ბოროტება მაგრამ მაინც გავიმეორებ რა გძელ დროში გასაგებია რომ ჩვენ ვერ გვექნება იმედი რომ აი ხვალზე ხესობა შეიძლება მაგრამ მაზზე ბატონ გიაზე თქვა რომ მე შეიძლება თქვენც ვერ მოესწროთ არა ძალიან გძელვადიანი გეგმა დასახადა ანუ შენი აზრით მე აგი გამithქვას ბატონო გია შენი აზრით თან ცხვარია გამომწვია
არა, მეც გამიქოს რა თქმა უნდა. სხვა არიან გამოვული და ისე დადი. არ სანუ ამან იგულისხმო სანამ ახალგაზრდაო. მანამდე არის ახალგაზრდა. წის სანამ ყველაფერი მანამდეო. ხო იცი ყველაფერი სანამ ახალგაზრდა სანამ ენერგიული ხარ. მაშინ გინდა ყველაფერი. კარგად ვერ გავიგე. მოდი თავიდან მომდე არ გაიცინოთ და მოусმინოთ ამ კაცვიანი კაცია. ეს იყო ჩემ მარქსიზმ-ლენინის სწავლობდა და მე ლიბერალობას და მე ენჯოშნიკი გახდა. ენჯოშნიკების ენჯოშნიკი. ცოტა ხანი მინისტრიც იყო მიშას დროს, მაგრამ მოადგილებმა იმდენი ფული შეჭამეს და ამას არც აჭამესო, დასაჭერად გავხდა საქმე და გააკეთეს. ეხლა სხვა შორის ჩინურს სწავლობს. ძალიან კარგი შვება. გავაგინოთ როსთან ადაპტაციაც შეიძლება. გავუშვით თავი. გასაგებია რომ ჩვენ არა გვაქვს ასე ვთქვათ, ვერ გვექნება რაღაც გულუბრყვილო იმედი რომ აი ხვალზეგან რა მოხილვად მომავალში რაღაც ხელისუფლება შეიძლება, რომ ვინმეს აქვს რაღაც ნათელი გეგმა, ასე ვთქვათ, გზამკვლევი რომ აი გზამკვლევი ხელისუფლების ცვლილებისკენ. ნუ სამწუხაროდ ასეთი გზამკვლევი ვერ გვექნება, მაგრამ რწმენა შეუპოვდება. კი. კაია. რითაც დავავტარო ერთი წამი რა ეს ფორმულა სამპონი ქეთაცისკიშვილი გაუშვით? არა. გაუშვა? გაუშვით, იმიტომ რომ ძალიან კაი რამე ზამბობს თუ ის არის რასაც უყურებ. არა. ეგ ისა, რესტორანში შეაგინა აქ ფოცი ხო არა თუ ხართო თქვენი დედავადი რა. გაუშვით. გუშინ ძალიან გავბრასდი, იმიტომ რომ ვუყურებ ვითარებას, რაც არის ხოლმე გინაც სასამართლოებში, გინაც რუსთაველზე, გინაც სხვადასხვა მსვლელობაზე. მესმის ყველას გვაქვს ჩვენი პირად საქმე, სამსახურები, არ ვიცი ვიღაცებს შეიძლება მეც ვიღლები ხოლმე, ანუ ყოველდღე შეიძლება ვერ გახვიდე, მაგრამ მგონია რომ რაღაცა დრო მაინც უნდა გამოვნახოთ. ძალიან პატარა ისტორიასავით ამბავს ვიტყვი. გუშინ წინ სასამართლოში ვიყავით. მაგარი ამბავი. 11 პირის სასამართლო იყო ანდროს და რატო ამოფეხა ანდროს ვინ შევიდა შიგნით გასაგებია ნუ რამდენიმე ადამიანი გარეთ დავრჩით იმიტომ რომ ვეღარ შევედით ვერ მოვასწარეთ ვიღაცები ცოტა მერე მოვიდნენ და შიგნიდან ჩვენი მეგობრები გვწერდნენ რომ ანდრო კითხულობს რომ გარეთ ხალხი არისო და სურათებიო ჩააყარეთო და ჩვენ ესე ვანახებთ და მივაახლოვებთ და ჩვენ გარეთ ვიდექით 7 ადამიანი ვიდექით. კი, მე არა, მეც ეხა გული ხომ მომიგდა. всё, გავთიშე. გავიდეთ, ათი ვიცოდეთ რა. გული მომიგდა მართლა საშინელი. მე როცა უსმინე იმის მერე გულგაწელი ვიყავ. მე ქალბატონო ქეთა, თქვენ თავარი არხიდან მოდიხართ და 7 კაცის 1000-ად გამოჩენა. ვაფშე პრობლემა არ არის. ვაფშე პრობლემა არ არის. რა უნდა ეხა 7 კაცის 1000-ად გამოჩენა. მაგას არ აკეთებდი თავარი არხის დროს. ეგ არის გვარამიას ტრენდი და 18-ის მე უნდა ვასწავლო? 11 კაცის სასამართლო იყო მაგდას თუ 18? 11 კაცის სასამართლო რო არის, რომელსაც სინდისის პატიმარს ეძახი. 11 სინდისის პატიმარის ის რო 7 კაცზე მეტი რო გარეთ არავინ არ არის. ეგ რაღაცაზე მაინც ხო უნდა დაგაგოს. მაგას ამბობს ზუსტად. არა, მაგას არ ამბობს, ეს ამუნათებს კაცო. როგორ გაბედეთო რომ გარეთ არ ხართო, მაგრამ სხვა რაღაცაზე უნდა არა, ბაჩო ამბობს რომ მე მგონი იქიდან 1-2 ვაფშე სხვა იყო. ვაფშე სხვა იყო. კი ბატონო. და აი ამ ხიარული ნოტაზე მინდა მე მგონი უცხოელები არის. გადაცემა კი. ხიარულ ნოტაზე დავასრულო გადაცემა. კურიერები მოვიდა. და ხვალ კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს, მინდა გისურვოთ ჩვენი შეხვედრა ხვალ. ხვალამდე. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევა ზიანს აყენებს